ინფორმაციების ჩემი გუნდის დილა ძალიან ადრე არ იწყება, ეხლა 11 საათია, ახლა მივდივართ. იმიტომ რომ როგორც გაირკვა, სანამ იქ არის კომენდანტის საათი, ადამიანები ვერ გადმოდიან, ისინი სადღაც გამთენიისას იწყებენ გადმოსვლას და ამიტომ ჩვენ დაახლოებით შუა დღეზე გვაქვს ხოლმე ყველაზე ესეთი მგლავრი ნაკადი საღამომდე. აი, ყველაფერი რაც ფილმებში გინახავთ, ან წიგნებში წაგიკითხავთ, ომს გამოქცეული ადამიანების თავს რაც ხდება, რაც არის იქ აღწერილი, აი ყველაფერი ესეთ ხდება. ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობაა, რომ მათ უნდა ველაპარაკოთ, ცხადია თუ მათ აქვს სურვილი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისინი უბრალოდ არ აქვთ ამის შესაძლებლობა, ფიზიკურად, ემოციურად არ შეუძლიათ ლაპარაკი. მაგრამ ვინც ლაპარაკობს, ისინი ზუსტად აი იმ საშინელებებს ყვებიან, რაც ჩვენ დაგვიკითხავს, როგორ დატოვეს იქ. ოჯახის წევრები, რომ არ აქვთ ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ, როგორ დაიბომბა მათი ქალაქები, რომ აღარ არსებობს მათი სახლი, რომ ვერ მოასწრეს ნივთების გამოტანა, რომ არ იციან სად მიდიან, როგორ დატოვეს შინაური ცხოველი, ვერ წამოიყვანეს, იმიტომ რომ უკვე ამის საშუალება არ იყო და ნუ ამით ათასი საშინელება. გადმოდიან ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ფული, რომელთაც არ აქვთ საბუთები, რომელთაც არ აქვთ მოგზაურობის გამოცდილება. გაურკვეველი დროით, გაურკვეველი მიმართულებით, ხან ტირიან კიდევაც. ხან მთელი გზა ტირიან, სანამ საზღვრიდან მიმყავს ცენტრამდე. აი თქვენ ხედავთ, აქ ყველგან მოწყობილია სპეციალური ადგილები, აი იქ მაგალითად იქ ცხელსაკვებს არ იგებენ. საკმაოდ კარგი არჩევანია. აქაც სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებია, აქ არის კარიტასი, აქ არის ეს World Central Kitchen, ესეთი ორგანიზაცია, ძალიან ბევრი სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაცია, როგორც პოლონური, ისე ევროპის სხვა ქალაქებიდან. თქვენ საიდან ჩამოხვედით? ქალაქი ლებედინი, სუმის ოლქი, უკრაინა. საომარმა მოქმედებებმა მოგისწროთ? საშინელება იყო. ჯერ პოლტავაში ჩავედით, მერე ლვოვში და ბოლოს აქ პოლონეთის მიწაზე მოგცეს თავშესაფარი. მიგვიღეს, შეგვიფარეს, დაგვაპურეს. მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ კეთილი და გულისხმიერი ადამიანები. ერთადერთი რამე მინდა, ამ მზის ქვეშ მშვიდობიანი სამყარო იყოს. არაფერია ღვთით ბოძებულ სიცოცხლეზე ძვირფასი. ეს ჩემი ოჯახია. დედა ჩემი მეორე მსოფლიო ომის შვილი. ასევე ჩემი ძმა ბავშვობიდან ინვალიდი. ჩემი ქმარი, რომელიც ჩერნობილის კატასტროფის დროს მესამე ჯგუფის ლიკვიდატორი იყო და იქ დაინვალიდდა. აქ არის ჩემი ქალიშვილი და 3 წლის შვილიშვილი, მასაც ინვალიდის სტატუსი აქვს. დიდი მადლობა თქვენ. მართალია სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ცხოვრების გაგრძელების ძალას გვაძლევთ. ქეთს ვიხრით თქვენს წინაშე. დიდი პატივია, რომ დამხმარეთ მყავს ადამიანი საქართველოდან. ხომ იცით, ქუთაისი და სუმი მეგობრები არიან. ლებედინეცი და წყალტუბოც მეგობრები арიან. Чай, что-нибудь горячий, гуляш? Может, для детей чай? Да. Дякую вам. Ой, грязнулечко. მოდი ბარგის წამოღებაში მოგეხმარებით. ბარგი არ მაქვს, ასე წამოვედით. ბავშვი კალოშებით არის საერთოდ. ყველა პოლიციელს უკავია ხელში ბავშვების სათამაშოები. შეგიძლიათ მითხრათ, რატომ გიჭირავთ ეს სათამაშოები? Give child. ბავშვებს რომ დაურიგოთ. ახლა მიმყავს დონეცკიდან ჩამოსული მოქალაქეები ლიუბიჩაში. ლიუბიჩა არის ყველაზე ახლოს მდებარე სპეციალური მიმღები ცენტრი, სადაც მათ ექნებათ საშუალება მიიღონ შხაბი. მათ დაარეგისტრირებენ და შემდგომ გაანაწილებენ იმ მიმართულებით, როცა ტრანსპორტი ჩამოვა, სადაც მათ სურთ გამგზავრება.
Село просто стерто с лица земли. სოფელი მიწასთან არის გასწორებული. 4 დღეს სკოლის სარდაფში გავატარეთ. სარდაფში 500 ადამიანი იყო, ბავშვები, მოხუცები, უშუქოდ, მტვერში, იატაკი მიწური იყო. ყველა ტიროდა. არა, ზოგი იცინოდა, ზოგი ტიროდა, ვერ გაიგებდი. პირველივე დღეებში საკვები გაგვიჭირდა. მაღაზიები რომ დაანგრიეს, რუსი სალდატები მოვიდნენ და საჭმელი შემოგთავაზეს. რა საჭმელი იცი? ჩვენივე მაღაზიებიდან. Они только вкус, наших же магазинов. Вы откуда? С Кривого Рога. С Кривого Рога. Как это с нашего города? მატარებელში საშინლად ვიმგზავრეთ. კუპეში 20 კაცი იყო. იატაკზე ცეძინათ. ლვოვში რომ ჩამოვედით, მოგხედეს, მოგვიარეს. Только нам повезло. მარტო ჩვენ გაგვიმართლა არა? А в чем повезло? Очень много людей, которые... კი გაგვიმართლა. ძალიან ბევრი ხალხი ვერ წამოვიდა. ბავშვები რომ არ ყოლოდა, ბოლომდე იქ ვიქნებოდით, არ გვინდოდა წამოსვლა. Нам, да, чисто случайно повезло, что мы в него влезли просто. Просто мы тут едем. უბრალოდ ხან მივდივართ, ხან არ მივდივართ. ხან მივდივართ, ხან არ მივდივართ. Просто карательные действия. საშინელება ხდება იქ, არავის ინდობენ. С нами ехала девушка. ჩვენთან ერთად გოგო მგზავრობდა ნიკოლაევიდან. 10 დღეღამე ავადმყოფ ბავშვთან ერთად სარდაფში იჯდა. აუტისტი ყავდა ბიჭი. მართლა სასწაულია, ცოცხალი რომ გადავრჩი. Почему это происходит? როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ეს? Потому что у Путина кукуха поехала. А ну, почему? У Путина кукуха поехала. Ребенок. იმიტომ რომ პუტინმა გააფრინაო, ასე ამბობს. Осталось много моих родных братьев, сестер. რუსეთში დაძმა დამრჩა, ბევრი ნათესავი. აღარ შემიძლია მათთან დაკავშირება. Не можете? არ შეგიძლიათ თუ არ გინდათ. Ну, вначале... თავიდან ველაპარაკებოდით 1-2 დღე, მაგრამ მე უკვე აღარ ვიცოდი მათთვის საერთოდ რა უნდა მეთქვა. თვითონ არ გირეკავენ? არა. Ой, ой, ой. Торчат. Узкий. Да, моя губы. Владюшка, бери. Бери что-нибудь, бери. Дай ему рюкзак или что-нибудь. Рюкзак забрали уже. ლუბიჩის ცენტრში ისევე როგორც არც ერთ სხვა ცენტრში შიგნით გადაღება არ შეიძლება. ძალიან ბევრი ხალხია და მიდიან სხვადასხვა მიმართულებით ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. აქედან ნაწილდებიან ისინი. დავდოვე ოჯახი და ეხლა ისე ბრუნდები. ალბათ კიდევ იქნებიან წამოსაყვანი. Choć jeśli toną w paranoiach, jak zawsze chronić będzie nas zbroja. 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 У вас 2 телефона, да? Да. Да, вам обоим сейчас поставят карточки. They need to know this. This what? They will have free. Вы бесплатно сможете звонить и пользоваться интернетом. Интернетом тоже? Да, да, бесплатно. Could you spell this first name? Меня зовут Натия. Натия. Nadia, да. Натия, я из Тбилиси. Я знаю. А как вы думаете, какое у вас настроение? Когда როგორ вы ვარაუდობთ, вернетесь? როდის დაბრუნდებით უკან? Обратно, когда вы сможете Через вернуться? неделю ერთ კვირაში мы его задушим. გავგვდავთ. Понятно? Мы გასაგებია? долго не будем. Через неделю мы დიდი დრო არ возвращаемся. დაგჭირდება. ერთ კვირაში მოვახშობთ. Так как грузины тоже душили. აი საღამოა ხალხის რაოდენობა იკელებს ყოველთვის საღამოს, იმიტომ რომ უკვე იკეტება საზღვარი და აი ჩაის დროს დგება. მე დავტოვე ბაქაურობას მალე. აქ ჩამოვიდნენ ქართველი ვოლონტიორები. სხვა ქვეყნებიდან უკვე საკმარისად ბევრია აქ დამხმარე და მე შემიძლია თავისუფლად წავიდე. დავტოვე ბაქაურობა იმ იმედით, რომ მალე ომი დამთავრდება და დემნუთა ნაკადი აღარ იქნება უკრაინიდან. გაუმარჯოს უკრაინას.